როგორ მოიქცეს ადამიანი, თუ მას ყველაფერი კარგად აქვს ოჯახში, პროფესიაში, მაგრამ შინაგანად მას მარტოობის შეგრძნება და სისტემატური შფოთვები აქვს. აი ახლა წეღარავს თქვი, ამაზეც იგივე პასუხი მაქვს. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი თუ მასში ღმერთი არ ცხოვრობს. ეხლა რატო? იმიტომ რომ აი ნათურას მაგალითი მოსახელს ესეთი მაგალითია რა, ვულგარული რა, ცოტა სად ნათურა, სად ადამიანი, მაგრამ ნათურა შექმნილია იმისათვის, რომ დენზე მიუერთდეს და გაანათოს. და უცებ ნათურას რო ცნობიერება მიეცეს, და ხა ხო კიდია და ანათებს და თქვა, ფიჟო, ეს ხალხი აქ რო ზის, ჩემი დამსახურები ზის. მე რო არ ვიყო, ესენი სიბნელეში აღმოჩნდებოდნენ, ყველა წავიდოდა. და მე რატო დავარ დაბმული აქად, ესენი მიდიმოდიან. მე სადგები და წავა. და წავიდეს, რა დაემართება? ჩაქრება. იმიტომ რომ ნათურას დანიშნულება დენზე იყოს მიმაგრებული, ისე სხვანაირად არ გაანათებს. ადამიანის დანიშნულება ღმერთთან იყოს და ღმერთთან ყოფნით ის ხდება ბედნიერი. თუ ადამიანი ღმერთთან არ არის, ის იხჩობა შინაგანად. ამას ქვია მარადიული სიკვდილი. აი ჩვენ მაგალითად ხორციელად შეგვიძლია თუ არა ჟანგბადის გარეშე არსებობა. არაფრით არ შეგვიძლია. რაც არ უნდა გააპროტესტო. როგორ მე ხა თავისუფალი არსება ვარ და რაში მჭირდება ჟანგბადი? წყალშიც თუმცა წყალში ვიცხოვრებ, თუმცა ვაკუუმში ავალიქ ვიცხოვრებ. ან საჭმელი რასი მჭირდება? არ მჭირდება ეგ სულ თქვა კაცო. ხო ადამიანი ამას ხო არ აპროტესტებს. ზუსტად იგივეა სულის შემთხვევაში. ადამიანის სულს არ შეუძლია. არ შეუძლია ქრისტეს გარეშე. და როცა ის ქრისტეს გარეშე ცდილობს იცხოვროს, იწყება მისი ტანჯვა. და რომ არ დაიტანჯოს, იწყებს გართობას. ესმით, ერთობა სხვადასხვა საშუალებებით, დაწყებული მაღალი ხელოვნებით, მეცნიერებით და პოლიტიკით, დამთავრებული ნარკომანიით და 1000-ის აღირახსნილი ცხოვრებით. საბოლოო ჯამში გარდაიცვლება და აღმოჩნდება ღმერთის გარეშე. აი ეს არის ტრაგიზმი.